seconds until minions spawn. მოგესალმებით მაყურებლებო, დაიწყო ჩვენი მორიგი თამაში. დღევანდელ თამაშს გავსტრიმავთ ჩვენ. როგორც ხედავთ, რავი, ფიქები ასე თუ ისე ნორმალურია. დაიწყო მორიგი შეხვედრა. ხედავთ ჯერჯერობით first blood-ი აიღო blue team-მა და ჯერჯერობით ყველაფერი შეგებიან მიმდინარეობს. duo jungle mid-ის აიტაკინგ აქვს blue teams. ჯერ დაალაგდება ლეინები, lane swap-ი მოხდება chance, so blue team-ი ტოპზე არის გასული. შემადგენლობად გადავხედოთ blue team-ი ტოპზე მაოგაი. Y jungle Jinxi, ხოლო საპორტი ჟანა. რედმის შემადგენლობაში ანი, რაგასი, ოლაფი, სივირი და ბრაუნი. ჯერჯერობით როგორც ხედავთ. და ჯერჯერობით ტოპზე არჩენს ტოპი და ეხმარება ისევ ჯანგლს. ფარმში როგორც ხედავთ, ბოტი სივირი აცებს Jinx შეჯობით 5 ფარმით. სხვა ლეინებზე ჯერ მაინც დიდი არაფერი ხდება. და gold lead-ი მაინც blue team-ს აქვს მედიადან ასისტი აიღეს first blood-ზე ყველა. ამიტომაც შეჯობით მაინც gold lead-ი მაინც blue team-ს აქვს. დავუყოთ მომდათი გავითარებას. შევადაროთ ეხა თიმები. კარგი თიმი ყავს ორივე გუნდს, რა თქმა უნდა. disengage აქვს ჟანას, რადგან engage აქვს კარგი red team-ს, ამიტომ disengage-ი გამოადგებათ. და მიზიარი ფაითი. არაფერი არ მოხდა. ჯერაფერს. ჯერჯერობით შვიდობიანი თამაში მიმდინარეობს. არაფერი არ ხდება, განსაკუთრებული ჯობი ფარმი მიმდინარეობს. უჭი საკმაოდ ხობს. ჰაილაშა როგორც პირველი ათროქსი, მაოკაი თამაშობს ამჟამად. მისი მაოკაი ალბათ არ არის ცნობილი, მაგრამ ნახავთ, ვიღავთ მას. ჯერჯერობით ოლაფს 2 ფარმი აქვს. ჰაილაშას 15 უკვე. 16. რა მოხდება რა. თანაბარი ზოლა არის ჯერჯერობით. ატარა gold lead-ი აქვს თამოდა blue teams. მონადა დრაკონი რომელიც იმ დაიწყოს აიღოს. აი და ტოპზე უკვე აიწდება. ოლაფი მოკლეს და შვენიერი blue team-ის კომბინაცია იყო, როდესაც ოლაფს შანსი არ ჰქონდა. აი ხედავთ ასევე ლულუს შესანიშნავ თამაშს, როდესაც 1-1-ზე solo kill-ი აიღო.
და მოკლა ან. ნუ დავაკვირდეთ bot lane-ში ჯობით არაფერი არ ხდება, განსაკუთრებული. ნუ ალბათ დრაკონს აიღებენ. aatroxi რა თქმა უნდა დაბანული იქნებოდა, ჰაილაშა ვიცით რომ ყველამ პირველი aatroxi-ა. ამიტომ მან team comp-ისთვის მაინც ამჯობინა რომ მაოკაი აიღო. და მოხდა პირველი ტაუერი გაიტანეს, ტოპზე გაიტანა ბოტმა და ანუ ბუთიმის ადეკერმა და საპორტმა და უკვე გოლდიდი 2k გოლდი არის, რაც დიდი წინსვლა ბუთიმისთვის მე-6 წუთზე განსაკუთრებით. ნუ ვიჟენს რაც შეეხება ჯერჯერობით დიდი ვიჟენი არცეთ გუნდს არ აქვს, მაგრამ საკმაოდ კარგი ვორდები აქვს ორივე teams. ნუ ძნელი იქნება დაგანკვა ორივე teams ამ შემთხვევაში. Olaf's ძალიან დიდი აუთფარმი აქვს 26 წუთზე. ალბათ გაუჭირდება ამოსვლა გოლდის. დაეწიოს ის მოწინააღმდეგეს, მაგრამ ნახოთ. აი ხა შეიძლება ბოტი, enemy ბოტი და იქნება ჯობი პედალ რაუნდი არ შეიძლება გაიგოს. დაიხილა ფლეში, ვერა გადარჩე, მაგრამ გავაგებთ კარგი იყო და ვიჟენი ქონდათ ამათ, მაგრამ მაინც მოხერხებს დაგანკვა. ხედავთ რომ ბოტ ტოპზე მარტო არის ჯინქსი, ოლაფთან და ოლაფს ვიდეო წავდეს უკან დაიხიოს. და ჯინქსი თანაჯობს 7 ფარმს. ამასობაში ჯინქს 51 ფარმი აქვს, ოლაფს 10. ასე teams ეთყობა კიდეც გოლდზე ვიდებით. შემდეგ გადავეს მიდზე. ნუ მიდზეც უკვე blue team-ის მოგება ლიდი შევა. კილი და ასისტი აქვს ბლუს-თან ამში წასწრებს და ფაქტიურად ლეინზე ლიდერობს. ანუ ყველაზე საინტერესო იცით რა არის, ანუ რატომ აღმოჩნდა მაოკაი ბოტში? ეს არის ერთ-ერთი სტრატეგია. იმიტომ რომ როდესაც მაოკაი დაიფიქა პირველი და ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგმა გუნდმა გააკეთა counter pick, ანუ აიღო ოლაფი. ოლაფი არის მაოკაის hard counter, იმიტომ რომ line-ზე არის საკმაოდ ძლიერი მაოკაის წინააღმდეგ. ამიტომ გააკეთეს ეს ლოტუსის გუნდმა line swap-ი აქ ბრძოლამენის line-ზე ვერ გადარჩება ჩემი აზრით. აი სტანი აქვს ანიეს და აქ საფრთხეც არის. დაიხმარა ჟან კიდევ ჯინქსი და სავარაუდოდ კილი არის. კარგი განკი იყო, კარგი დაზღვევა იყო, საკმაოდ კარგი. ანუ ლაპარაკობდი line swap-ზე. მაოკაი აღმოჩნდა ქვემოთ და ვერ გაითვალისწინა ეს მოწინააღმდეგე გუნდმა და ოლაფმაც არ გადმოინაცვლა ქვემოთ და საერთო ჯამში მოხდა ისეთი რამე, რომ top line-ზე 3-1-ის წინააღმდეგ აღმოჩნდა blue team-ი. აიღო შემდეგ კილი დაჟე tower დაივის დახმარებით. tower დაივით. და მაოკაი შესანიშნავად ფარმაობს ოლაფს აქვს საშინელი აუთფარმი 53-16-ის წინააღმდეგ. ვაგრძელებთ ყურებას. ჯერჯერობით ისე გაწვრილი არის ლეინები. გადავხედოთ ითემებს. ჯინქს BS4-ი აქვს, მაგრამ სავარაუდოდ გოლდი აქვს და არ ყიდულობს ჯერ არაფერს და ასევე სივისაც BS4-ი და ბუტსი აქვს ნაყიდი. ნუ 13 ფარმით დიდი არაფერი აუთფარმი არ არის, მაგრამ ტოპზე ოლაფს მაინც აუთფარმი რჩება და მაინც ვერ ახერხებს რომ ამოიღოს ეს ფარმი როგორმე ვერანაირად. ნუ ჯანგლებსაც გადავხედოთ დიდი ჯერ არაფერი ითემები ნაყიდი არ არის. მიდზეც მშვიდობიანად არის ყველაფერი, ჯერჯერობით ორივე ცდილობს რომ შეცდომებზე
ითამაშოს counter attack-ებს და ასე შემდეგ. ნუ ჯერ დრაკონი არავის არ აუღია, ელოდებიან ალბათ რომელიმე დაწყებას და ეგ მისვლას. დავეულოთ რა მოხდება. ტოპზე ისევ არავინ არ არის, თავისუფლად ფარმავს ჯინქსი და არანაირი პრობლემა არ აქვს. თო აი მე ხელი არ ეშლება საერთოდ. ნუ სივირიც აშველობად ფარმავს, მაგრამ ერთი დესი აქვს. ხოლო ჯინქს 2 ასისტი აქვს. ხედავთ რომ აქ ფუშავს ლულუ თავისუფლად, ვერავინ ვერ უშლის ხელს. ალბათ ხა ეცდებიან რედ ტიმის ბოტლეინი რომ რამე გააკეთონ. ხედავთ როგორ მიდიან. ბრაუმი ცდილობს გააკეთოს სივირის ulti. ლულუ შესანიშნავი ulti ბრაუმის ulti ხდება. აქედან უკვე ვეღარ გაიქცევა სივირი. ლულუ მოკვდა სივირმა აიღო kill. ამასობაში კი ბლუთიმა ისარგებლა და მოახერხა და აიღო დრაკონი. ნუ დრაკონი მაინც ჯობია kills. და ამასობაში ხედავთ რომ 3000 გოლდით უსწრებენ უკვე ბლუთიმი red teams. გადავხედოთ გრაგასი ჯანგლერობს და ეხლა ცდილობენ უკვე vision-ის კონტროლის მოპოვებას. აშკარად თუ გადავხედავთ red teams კარგი vision-ი აქვს, მაგრამ ასევე blue team-იც არ ჩამოვარდება, მაგრამ მაინც red teams enemy jungle-შიც და ახლა river-იც გაკონტროლებული აქვს. გადავხედავთ ეხლა რა ხდება სხვა ლეინებზე. ბოტზე დაუბრუნდნენ საწყის პოზიციებს top ლეინები, ორივე top ლეინერი ერთ და იგივე ლეინზეა. ჰაილაშა და ოლაფი არიან ერთად და ალბათ მაინც რადგან აუტფარმი აქვს, შეიძლება რომ devs-ზე ითამაშოს ოლაფი. აქ ხედავთ რომ red team-მა კარგად გამოიჭირა Y და ამ დასაობაში აიღეს Y-ზე kill. აქ უკვე ფაითი იწევა, მაოკაი ცდილობს რომ შეტანკოს, დაიწყო ფაითი. სასივი დაუცველი რჩება. აქ ხედავთ რომ ჟანა გარეთ არის გასული და მაინც ჯინქსმა კარგი პოზიშენინგი გააკეთა და ამასობაში 2 kill-ი აიღო ბლუთიმმა, მესამე kill-ი და საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო ფაითი ბლუთიმმა 4-1-ზე. 4 სიკვდილი 1 სანაცვლოდ და ტრიპ kill-ი გააკეთა ლულუმ, რაც ძალიან დიდი დამსახურება არის ჯინქსის, რადგან დიდი დემეჯი გააკეთა და ახლა კარგი პოზიშენინგი ჰქონდა. აშკარა უპირატესობა ბლუთიმის, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ არის დაკარგული, რადგან მთავარი თამაში ჯერჯერობით წინ არის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. red teams თავისუფლად შეუძლია შემოაბრუნოს თამაში, რადგან პიკები აშკარად ძალიან კარგი არის late game-ისთვის. ბრაუმი, მაგალითად ზანი, ენი ძალიან კარგი პიკია late game-ისთვის, რა ვიცი, ნახოთ რა მოხდება. მაგრამ ოლაფი ძალიან ჩამორჩა ფარმში. არ ვიცით რა შეიძლება რომ გააკეთოს ალბათ. აი ხედავთ Y და ჟანა enemy jungle-ში არიან შესულები, ალბათ ოლაფზე დაივი იქნება. აი დაიძრნენ. დინგა აბუჭა დავისულტე, მაგრამ ალბათ kill მაინც იქნება ოლაფზე. ფლეში დავისულტე, აია. ალბათ red team ეცდება ახლა kill-ის აღებას ასევე და მე ალბათ მიდის თავასაც მოიპოვებენ. არა. Maokai's build-ი არის ძალიან კარგი, Righteous Glory კარგი engage-ისთვის ძალიან კარგი აიტემი არის. გამოადგებათ ძალიან ბევრ რამეში ამ თამაში Y და Maokai. კარგი კომბოა ძალიან.
აიტემებში დიდი განსხვავება არ არის ბოტლეინში, თითქმის ერთნაირ აიტემებზე არიან სივერი და ჯინქსი. მაგრამ Red Team-ი აშკარად Vision-ში ჯობნის Blue Teams ამჟამად. მაგრამ Jinx ისე მხოლოდ ტოპზე მარტო არის, ხოლო ჯანა ეხმარება მაოკაის და ალბათ ესებიან რომ გაფუშონ და აიღონ ტაუერი და სავარაუდოდ ამასაც მოახერხებენ, მაგრამ ამასობაში Red Team-ი ცდილობს რომ მარტო დარჩენილ ორ mid-lane-ზე ყოფილ თამაშეს როგორმე გამოიჭირონ და მოუგონ, მაგრამ ვერ ახერხებენ, რადგან მათ Vision-ი აქვს და სავარაუდოდ გაქცევას ახერხებენ. ამ შემთხვევაში ლულუს ულტი ძალიან კარგია, როდესაც გააქვს და შეგიძლია გადაარჩინო შენი teammate-ი და ასევე ჟანას disengage-ი, როდესაც შეგიძლია ნებისმიერ engage-ი ძალიან ადვილად უაშურო teams. ამ შემთხვევაში ხედავთ Red Team-ი ცდილობს ძალიან თავისი ჟანრიდან ამოიღოს Blue Team-ის Vision-ი, მაგრამ მაინც ჟანა ცდილობს რომ მაინც დავარდოს და ყველაფერი ნათელი წერტილებში კონდეს. ხედავთ რა ხედავთ ეხლა რომ top lane-ზე ცდილობენ გაფუშო, მაგრამ Jinx-ი საკმაოდ კარგად ახერხებს თან გაფუშოს, თან იფარმაოს და თან არანაირ საფრთხეს არ ემოქმედება, რადგან Vision-ი აქვს და პრობლემებიც არ აქვს. bot lane-ზე სავარაუდოდ ეხლა ეცდებიან დაადაივონ, რადგან 4 არიან ორი წინააღმდეგ და იწყება დაივი. კონცერტ მარტო კაი არის, მაგრამ ალბათ შემოუერთდებიან. ვაი მოდის. მაგრამ არ გამოვიეთ დააგვიანეს. ამის მაგალითად ეხლა დრაკონი გაცოცხლდა, დრაკონს აიღებენ, რადგან სივირი ტოპზეა, ვერ მოაძლევს ჩამოსვლას. შეძრახი გამოდის გამოგრახელი. და საუნაი ვაის უწევდავს შესანიშნავად Jinx-ის ულტი და სინერგია მაინც ავსაშვება. და ხედავთ რომ უფასო დრაკონს ჩუქის Red Team-ი Blue Teams და რას არის რომ ხელის შეუშავა, რადგან სივირი ტოპზეა. სივირი ეცება ტაუერი მაინც გაიტანოს. მაგრამ ხედავთ მაოკაი მიდის ტოპზე და არასის გაფუშოს სივი. ანუ სივის ფაქტობრივად არაფერი არ გაუკეთებია ამ შემთხვევაში, უეც გაფუშა. ამ შემთხვევაში მოკალნათ ოფს, მაგრამ ულტი ჩართო Ghost-ი და გადარჩა. ეხლა bot lane-ი გაიტანს Towers და უკვე ჩვენ ხედავთ დავაკვირდეთ 10-3-ია კილებში, gold lead-ი უკვე 9000 gold-ია და Tower-ი ჯერ არც ერთი Tower-ი არ გაუტანია Red Team-ს, ხოლო Blue Team-ს უკვე 3 Tower-ი აქვს გადანილი. ეს უკვე ძალიან დიდი უპირატესობა, ასევე დრაკონებს დავაკვირდეთ. არც ერთი დრაკონი არ აქვს Red Team-ს, ხოლო 2 დრაკონი აქვს Blue Team-ს. ესე ძალიან დიდი არის. ასევე დავაკვირდეთ იტემებს უკვე. იტემების Jinx-ის იტემები არის უკვე Infinity Zili და აქ ვერ შეგეშვი, ხოლო უკვე ჩამორშება საკმაოდ სივირი, იმის დამიხედავთ რომ farm-ის ერთნაირი აქვს, 2 kill-ი აქვს და 5 assist-ი Jinx, ამიტომაც ჯობნს. აღნიშნოთ ასევე ის რომ არ შეუძლია ამ შემთხვევაში არაფერი გააკეთოს Red Team-ს, რადგან engage-ი კი აქვს, მაგრამ disengage-ი შეუძლია ძალიან კარგად Red Team-ს, ძალიან კარგად გამოსდის და აქედან გამომდინარე ვერაფერს ვერ ახერხებენ. უკვე ძალიან თითქმის enemy junks უკვე Blue Team-ი აკონტროლებს და ჩაკეთ def-ს თამაშობენ ეხლა უკვე Red Team-ის სხვა გზა არ აქვს, შედევაც ვერც გადავლენ. ერთადერთი შეცდომაზე თუ დაიჭერენ Blue Team-ს, თორე სხვა არაფერი არ გამოუვათ. ეხლა უკვე trap-ს ცდილობდნენ, მაგრამ trap-ი არ გამოუვიდათ, არდა Vision-ი კარგად ქონათ, უბრალოდ სივირმა კარგად გამოიყენა თავისი ტრინგერი. ეხლა ალბათ მოხდება fight-ი, რადგან ძალიან დიდი გოლდია, შეიძლება Tower დაივიც მოხდეს, მაგრამ რაღაც რაგასმა engage უნდა და მაგრამ არ გამოუვიდა ულტი დააფილა. ალბათ შესაძლოა ეხლა თუ რომელიმე team members მაინც მოყავს Blue Team-ი, ბარონს აიღებენ ძალიან ადვილად. ნუ დაველოდოთ, ასევე Jinx-ი განაგრძობს ტოპის გაფუშვას. ხოლო დანარჩენებს სხვა გზა არ ექნება, ტოპზე ვერ ვერავთ, მაგრამ ტოპზე თუ იმეავა, მიც გაიტანს Blue Team-ი თავისუფლად. ნუ იწყება უკვე როუმები.
ვერაფერს ვერ აკეთებს. რეთიმი ერთ-ერთი თუ visions გაწმინდავს თავისი ჯანგლიდან. მაგრამ ჯერჯერობით აიც ახდება. ასევე დავუყურეთ bot lane-ზე მინიონების ბევრი დიდი wave-ია. თუ აქვს ვინმეს ტელეპორტი შეუძლია გადავიდეს Olaf-ი, მაგრამ არ ვიცი რამდენად შეძლებს გატანას. ნუ დავუყურეთ top lane-ზე, ხა შესაძლოა მოხდეს Gragasმა ისევ ძალიან ძვირი ფლეში გააკეთა. დაიწყო ფაითი, ვაი, კარგი ულტი, ვერაფერს ვერ აკეთებს რეთიმი ვერ ეწინააღმდეგება. Jinx-ი კარგი პოზიციონშია, ადვილად უტყამს. უკვე მეორე კილი აიღო ვაი. შესანიშნავად double kill-ი აიღო Jinx-მა ტიპს აიღებს ახლა. და დაუბრუნდა იყო და შესანიშნავად AC აიღეს ამ განაგრძისოთ. 23 უკვე ალბათ თამაშმეტი გადაწყვეტილია 12000 goldi. უკვე Jinx-იც კი ტანკავს თუ შევხედავთ. ადაივებს, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი რაც შეუძლია რეთიმს გააკეთოს, devs-ზე იგეს და counter შეტევებზე რამე გააკეთოს. მაგრამ ეს ალბათ Barons აიღებს ultimi და აზრი აღარ ექნება დაცვას, რადგან დაუდაივებენ თავისუფლად. Recall-ზე მიდიან, ეხლა ერთ-ერთი გზა თუ visions გააკეთებენ Barons-ზე რეთიმი, რომ რაიმე შესაძლებლობა ქონდეთ, რომ დაინახონ რა მოხდება. სწრაფად არ აიღონ. Recall-ზე წავიდა ultimi, ემზადებიან შეტევისთვის, აკეთებენ ახალ ითემებს. Jinx-მა დაამთავრა static-ში, თუ როგორც დავაკვირდებით. Maokai-ც საკმაოდ ტანკია. Vayne armor-ი იყო და health-ი. ასევე Aniსაც უკვე დიდ damage-ი აღარ აქვს, რადგან დიდ damage-ი აღარ აქვს, რადგან უკვე ლოგეტი იყიდა ჯანამ და უკვე კარგი მეჩქირი აქვს. აი აქ დაიჭირეს ბრაუმი, მაგრამ შესაძლოა პირიქნოლეს, აი engage დაიწყო ანი Gragasმა, ამას დაიჭირეს და damage-ი არ ყოფნის blue teams, red teams აქ შესანიშნავი Jinx-ის თამაში უნახეთ. მესამე კილი აიღო Jinx-მა და ეხლა Barons აიწყებენ და თავისუფლად აიღებენ Barons. სტილის შანსიც არ არის, რადგან Gragas-ი მკვდარია. ასევე პრობლემა მეოჩეთ, რომ Olaf-ი არც იცილობს რომ გაიტანკოს, რატო არ ვიცი, იცილობს რომ damage-ი ატოს იმის და მიუხედავად როგორც იმითი აკრავენ. აქ Vayne შესანიშნავად მოქმედა და ალბათ ეს აიღებს. ასეც მოხდა. კილი არ აქვს ანის თუ დავაკვირდებით. მაგრამ damage მაინც აკეთებს, მაგრამ ვერ გააკეთებს ძალიან დიდ damage, რადგან მეჯგირთი აქვს teams, armor-ის აქვს და უკვე აზრი აღარ აქვს, რომ აი Olaf-ი კიდევ რაღაც ალგორიტმულად მოქმედებს, რაღაც team-ი დაიბნა უკვე, რეთიმი აღარც რა გააკეთოს და ამიტომ ცდილობენ რომ დაიცვა, მაგრამ ეს უკვე თითქმის შეუძლებელი, რადგან Baron buff-ი აქვს, ასევე 7000 goldi უკვე უწევენ და ეს 24 წუთში ძალიან დიდი წინსვლა არის. ამიტომ თუ შეძლებენ ამოქაჩვას, არ ვიცი. დაველოდოთ მომენტი განვითარებას. დრაკონი გაცოცხლდა უკვე 2 წამში ცოცხლდება და რა თქმა უნდა, არ მგონია რომ რეთიმა რამე მოიმოქმედოს. ხედავთ ლულუ და ჟანავი დავარდოს სამოდენიმე სტრატეგიულ ადგილას და აიღებენ რა თქმა უნდა ადვილად დრაგონს. მესამე დრაკონი იქნება ეს, მესამე დრაკონი სწრაფად როგორც აგება ბაფი აქვს და შემდეგაც ძალიან გამოადგებათ. და აი არის როგორც ხედავთ, ასევე 6 ტაუერი აქვს შეტანილი Blue Teams, ხოლო არც ერთი ტაუერი აქვს შეტანილი Red Teams. ამიტომ ძალიან გაუჭირდებათ Red Teams დაცვა ახლა, რადგან სუპერ მინიონები ტოპს პუშავენ, ამიტომ რომელიმე კაცს მოუწევს რომ ტოპზე იყოს და აფედავთ შესანიშნავი Maokai-ის გეიჯი ვიწყებს ხედავთ ვაი თავისუფლად ყავს ვერაფერს უშლიან ან Jinx-ი თავისთვის ყავს. ხოლო აფედავთ აზრი არ აქვს, ვერ გარბიან თავის ბადაშიც, რადგან Maokai-ის ეს ითემი ძალიან სწრაფს და შეუჩერებელს. ეს უკვე მეორე ინჰიბიტორი გაიტანეს, უკვე ძალიან გაუჭირდებათ Red Teams დაცვა, თუნდაც მინიონებისგან, რადგან damage-იც საერთოდ არ აქვთ და level-შიც ძალიან ჩამორჩებიან, თუ დავაკვირდებით 13 level-ზეა თითქმის ყველა წევრი, მაგრამ ლულუ 15-ზეა. ხოლო აქეთ უკვე ყველაზე მაქსიმალური level 12-ია, რომელიც ანის აქვს. მაგრამ ეხლა ბოლო ფაიტი იქნება, ალბათ ბოტს გაფუშავენ
შეუტევენ, უკვე 3 ინჰიბიტორი თუნდაც აღარ გამუშვა 3 ინჰიბიტორიც ვეღარ დაიცავენ თავს მინიონებისაგან. ნუ ხედავთ რომ Y მიდზე მიდის. ალბათ Red-ს აიღებს enemy team-ის. არ მიდის გაფუშვას აპირებს, რადგან მე ვიღაცას მოუწევს დარჩენა და 4-5-ზე ადვილად მოუგონ fight თან დაადაიღო. ხედავთ რომ Red team-ი უკვე იდაზნება, მაგრამ აი Maokai შესანიშნავი პლეი. აფედავთ რომ ჯინქსი საქართველოს იმოლა, მაგრამ აზრი არ აქვს, რადგან მას ჟანა იცავს. აი ხან ცოტა გაგაცილება მოდიდეს, მაგრამ ვერახერხებენ ვერანაირად ძალიან დიდი გასვლა აქვს და ჟანა. აკვე თბილია იყო. ხედავთ აქ მეოთხე კეთზე მიდის. ესოლა და ძალიან ცოტა დააკდა, მაგრამ ალბათ მაინც გასაკვირვებიდან. არა, გადარჩა და ეხლა უკვე მოიგებენ თავისუფლად თამაშს, ძალიან ორი კაცია დარჩენი. არა, ხოძე მაინც გაგაცი მაინც მოკლეს. მაინც უნდათ რომ მოეკლათ. და ამიტომ ეხლა არ აპირებენ თამაშის დამთავრებას, მე მგონი. რადგან გაწოცდა უკვე enemy team-ი, მაგრამ ალბათ ბოტის ინჰიბიტორს მაინც აიღებენ თუ towers minimum აიღებენ. ეს მოახერხებენ რადგან არა გაგაცით გუდარია და ეხლა გავლენ ალბათ მაინც საფლამის მიზნით წავლენ recall-ზე ითემს იყიდიან და უკვე სული ძალით შეუტევენ და დაამთავრებენ თამაშს. რა ხდება ეხლა ენის ითემები რა შევღადაროთ ლულუს ითემებს ძალიან ჩამორჩება. ნუ რაკნას farm-შიც მაინც ფარმაობენ, თუ დავაკვირდებით სივირს თითქმის არ ქონია, ანუ თავისუფალი farm-ის როგორც jinx, მაგრამ მაინც შეეძლო გაასწრო farm-ში, უმნიშვნელოდ 7 farm-ით, მაგრამ gold-ში ძალიან დიდი სხვაობა. და მაინც გადავხედოთ gold-ებს. აი, ხედავთ ხა რამდენი დიდი უპირატესობა აქვს, მაინც აი სივირს farm-ის რამდენი აქვს gold-ი. და ეხლა უკვე ირაზმება blue team-ი მიდზე და გაიტანენ ალბათ შევლენ. ეხლა top-ის ინჰიბიტორს გაიტანენ, რადგან ის უკვე აღდგა და შეძლებენ თამაშის მოგებას თავისუფლად. ნუ ჩვენ ის უნდა გავწევთ front lane-ი red team-ს არ ყავს, front lane-ი ყავს მარტო თითქმის რომ დავაკვირდეთ გრაგასი რომელიც რაღაც ისე და brown, მაგრამ olafs არა აქვს front lane-ი. რადგან არ არის ტანკის საკმარისად და ხედავთ თუ დაივებენ თავისუფლად ანკავს Maokai ჯინქსზე დახოკუსება ცდილობენ, მაგრამ ჯინქსი ძალიან დახიდულია რომ და ძალიან დიდი დაცვა აქვს, ვერაფერს ვერ აკეთებენ და ხედავთ რომ არა წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს და უნდა ნაკრისოთ და რასაც ჯინქსი აიღო კვადრატს ვერ აიღო სამწუხაროდ, მაგრამ სამაგიეროდ ანიმა იყო double kill-ი და ძალიან ეფექტური იყო დაუდაივეს წყაროში. დავახონო რომ თან. ანდოს ხედავთ რომ მინიონები ძალიან დიდია, ოლაფი აფკოზია მე მგონი საერთოდ და ალბათ შემოვიდა. სერიოზული დევიზი აქვს. ეხლა ვერ უყალდებიან მინიონებს, მაგრამ ძალიან დიდია და ალბათ ეხლა არ მგონია შეეძლო დაცვა, მაგრამ აზრი არ აქვს ამას, რადგან შემოვლენ და თავისუფლად გაიტანეს ბუთი. მაინც თავგაწირვით იბრძვიან, მინიონებს ებრძვიან და ხედავთ რომ აზრი არ აქვს, რადგან სამივე ინჰიბიტორი გატანილია და ეხლა თუ შეძლებენ ამ მინიონების მოგერიებას არ ვიცი. ცეკვავს აქ Maokai. ალბათ დააბექტორებს და X-Mix გააკეთებს. მაგრამ მოგია, მაგრამ არ გლება, ვიდეოია, დემიჯი არ აკეთებს. 10 მითამეთ, 10 სილობენ და ამან. და ეხა უკვე წაიქცა. დაბოქილია იყო Jinx-მა. და ეხა უკვე მინიონები იგებენ ფაქტიურად, ამას ესენი აღარ აპირებენ რომ მოიგონ და ნამდვილად დამაჯერებელი
და დამაჯერებლად მოიგო პუნქტი და ეს თამაში